გამარჯობა, ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს მოგიყვებით ისტორიულ ფაქტებზე, რომლებიც დიდი ალბათობით არ გეცოდინებათ და ძალიან საინტერესოა. თუ ჩვენი ვიდეოები მოგწონთ, დაგვილაიქეთ ეს ვიდეო, ამით ძალიან დაეხმარებით არხს განვითარებაში. ჩვენც მეტი мотиваცია და სტიმული გვექნება უკეთესი ვიდეოები რომ შემოგთავაზოთ. დავიწყოთ. სამოქალაქო ომის ვეტერანი იაკობ მილერი ის 1863 წელს დახვრიტეს. ამის მიუხედავად მრავალი წელი ცხოვრობდა. ეს ფოტო გადაღებულია 1911 წელს. ანუ მისი დახვრეტიდან 38 წლის შემდეგ. ვაუ! ფრანკლინ რუზველტის მიერ არჩევნებში მეოთხე გამარჯვების მოპოვების შემდეგ ამერიკის კონსტიტუციაში შეიტანის შესწორება, რომლის თანახმად ერთი პირის პრეზიდენტად არჩევა მხოლოდ 2 ვადით შეიძლება. ასეთივე კანონია მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, ხოლო იტალიაში პრეზიდენტი მხოლოდ 1 ვადით ირჩევა. თურქეთში მიღებულია კანონი, რომლის თანახმად პირველი პრეზიდენტის მუსტაფა ქემალ ათათურქის კრიტიკა ან აუგადმოხსენიება ისჯება. ოფიციალურად თურქეთში აკრძალულია გვარის ათათურქის ტარება. კუნძული კეიმან-და-გრანდი, ბრაზილია. ეს კუნძული ბრაზილიის ნაპირებიდან 35 კილომეტრით არის დაშორებული და მხოლოდ გარეგნულად გავს 64-ს და მასზე ვიზიტი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ადამიანისთვის. რადგან ხმელეთის ეს პატარა ნაგლეჯი სავსეა შხამიანი გველებით. კუნძულის ფართობი 0.53 მიასედი კვადრატული კილომეტრია, სადაც დაახლოებით 4000 გველი ცხოვრობს. ყველაზე საშიში მათ შორის კუნძულის ბოტროპსი გახლავთ. მისი შხამი 5-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე გველისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლების შხამი. კმენის შემთხვევაში ის მომენტალურად კლავს ადამიანს. ამიტომ ბრაზილიის ხელისუფლებამ კეიმან-და-გრანდზე, ანუ გველების კუნძულზე ჩასვლა ოფიციალურად აკრძალა. ქართველებს ოდითგანვე ჰქონდა ჩვენი ადგილობრივი გასართობი თამაშობები, რომლებიც ევროპულ კარნავალებს ჩამოგავდა, თუმცა შინაარსობრივად ხშირად სპეციალურად ქართული ისტორიული გარემოებიდან იყო ამოზრდილი. მათ შორის იყო გრანდიოზული ყეენობა, ბერიკაობა, ისპანახობა და სხვა. ყეენობა, რომელშიც ფართო მასები იღებდა მონაწილეობას. ყეენის მიერ ქალაქის დაპყრობის აქტის გათამაშება იყო, რომელსაც შემდეგ მოქალაქეები ათავისუფლებდნენ. ამდენად ყეენობაში დიდი პოლიტიკური აზრიც იდო, რის გამოც იგი 1880 წელს აკრძალა რუსეთის იმპერიამ. გასაგები მიზეზების გამო მას არც საბჭოთა კავშირი წყალობდა, რომელსაც მონები ჭირდებოდა და არა მოქალაქეები. აკრძალვის შემდეგ დარჩა ისპანახობა, როგორც ეგრეთ წოდებული ყეენობის კუდი. ეს პოლიტიკური აზრისგან მნიშვნელოვნად დაცლილი ყეენობა იყო, რომელმაც არსებითად მხოლოდ ბოლო ნაწილი, კეიფი შეინარჩუნა, სადაც მხოლოდ სამარხო კერძები დაიშვებოდა. შესაბამისად ჰქვია ისპანახობა. პირველმა დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ყველაფერი ღმერთიდან მოდის და ეს იყო მოსე. მეორე დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ყველაფერი გონებიდან მოდის და ეს იყო სოლომონი. მესამე დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ყველაფერი გულიდან მოდის და ეს იყო იესო. მეოთხე დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ყველაფერი სექსისგან მოდის და ეს იყო ფროიდი. მეხუთე დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ყველაფერი კუჭიდან მოდის და ეს იყო მარქსი. მეექვსე დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ყველაფერი ეს ფარდობითია და ეს იყო აინშტაინი. მეშვიდე დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ეს ყველაფერი Facebook-ზე უნდა განთავსდეს, ეს იყო ზუკერბერგი. Times Square 1945 წელი. 2 მილიონი ადამიანი შეიკრება მეორე მსოფლიო ომის დასასრულის აღსანიშნავად. პარაგვაიში დუელი კანონიერად ითვლება, თუ ორივე დუელიანტი დარეგისტრირებულია როგორც სისხლის დონორი. 1976 წელს, როდესაც ლოს-ანჯელესის ექიმებმა გამოაცხადეს გაფიცვა და აღარ მუშაობდნენ, ამ პერიოდში ქალაქში სიკვდილიანობა შემცირდა 18%-ით. ერთხელ, როდესაც ფილიპე მეორე მაკედონელმა გადაწყვიტა სპარტას დაპყრობა, წერილი მისწერა მათ, თუ ჩამოვედი, აგაოხრებთ. პასუხად სპარტელებმა ფილიპეს მხოლოდ ერთი სიტყვა მისწერეს, თუ. ასე მიაგეს პატივი პირველ მსოფლიო ომში დაღუპულ 8 მილიონ ცხენს. 3 იაპონელი მშვილდოსანი ვარჯიშის დროს 1890 წელი. პირველი სელფის ჯოხი ჯერ კიდევ 1934 წელი. ყველაზე ცოტა ბავშვი არის გერმანიაში 15%, ხოლო ყველაზე ბევრი კენიაში 51%. მონაკოს ნაციონალურ ორკესტრში
უფრო მეტი ადამიანია ვიდრე მონაკოს ჯარში. საფრანგეთის პრეზიდენტს შარლ დე გოლს 1944 წლიდან 1966 წლამდე 30 ჯერ დაესხნენ თავს, მაგრამ ტერორისტებს ყოველ ჯერზე ხელი შეეშალათ. Stonehenge-ის პირველი ფოტო 1906 წელი 5 მეგაბაიტიანი მოცულობა 1956 წლისთვის. ახლა ჩემს მობილურს აქვს 64 გიგაბაიტი მეხსიერება და წარმოიდგინეთ, ის რაც ამ ადამიანებს მიაქვთ, არის 5 მეგაბაიტი. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საქორწინო ბეჭდები, ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკი 1945 წელი. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ან კიმ ჯონგ იანი. ბევრჯერ მომიწია ამ სახელის გამოთქმა, მაგრამ ქართულად მაინც არ ვიცი ზუსტად როგორ ჟღერს. მოდი ესე იყოს, როგორც თქვი, რომელიმე. მან ქრისტიანობის დღესასწაული აკრძალა და აღნიშნა, რომ ამ დღეს მთელმა ერმა მისი ბებიის დაბადების დღე უნდა აღნიშნოს, რადგან ისიც ამ დღეს დაიბადა. აღსანიშნავია, რომ მანვე 2014 წელს აკრძალა საშობაო ნაძვის ხეების დადგმაც. დიქტატორის ბებია კიმ ჯონგ საკი 1919 წელს დაიბადა და 1959 წელს 29 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახლა მთელი ჩრდილოეთ კორეა შობის ნაცვლად მისი ბებიის დაბადების დღეს აღნიშნავს. ბაზერმანის ეფექტი. ყოველ წელს პროფესორი მაქს ბაზერმანი ყიდი და ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მენეჯმენტისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებზე $20 კოპიურას ნომინალურ ფასზე ძვირად. მისი რეკორდი $20-იანის $204 გაყიდვა იყო. ამას იგი შემდეგნაირად ახერხებდა. ის აჩვენებდა $20 კოპიურას მთელ აუდიტორიას და განაცხადებდა, რომ მისცემდა ამ კოპიურას იმას, ვინც ყველაზე მეტ თანხას შესთავაზებდა. ის აყენებდა მხოლოდ ერთ პირობას. ადამიანს, რომელიც გამარჯვებულის შემდეგ აღმოჩნდებოდა, უნდა მიეცა პროფესორისთვის ის თანხა, რის გადახდასაც აპირებდა $20-იანში. მაგალითად, თუ ორი ყველაზე მაღალი ფსონი იქნებოდა $15 და $16, გამარჯვებული მიიღებდა $20 კუპიურას $16-ად, მეორეს კი უნდა მიეცა პროფესორისთვის $15. აი ასეთი პირობა იყო. ვაჭრობა იწყებოდა $1-დან და მალე აღწევდა $12 ან $16. ამ დროს სტუდენტების უმრავლესობა ეთიშებოდა აუქციონს და რჩებოდა ორი ადამიანი, რომელთაც ყველაზე მაღალი ფსონი ჰქონდათ დადებული. ნელა, მაგრამ დამაჯერებლად მიდიოდა აუქციონი $20-მდე. ნათელი ხდებოდა, რომ მოგება უკვე შეუძლებელი იყო, მაგრამ წაგებაც არ იყო სასურველი, რადგან წაგებული არამც თუ მიიღებდა რამეს პირიქით. იძულებული იქნებოდა პროფესორისთვის გადაეხადა საკუთარი უკანასკნელი ფსონის შესაბამისი ნომინალური თანხა. როგორც კი აუქციონი $21 გადასწდებოდა, აუდიტორია იწყებდა სიცილს. მენეჯმენტისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები თითქოს ძალიან ჭკვიანები იყვნენ, მაგრამ ისინი მზად იყვნენ $20 კუპიურაში გადაეხადათ ნომინალურ ღირებულებაზე მეტი თანხა. ნამდვილად სასაცილოა, თუმცა ზუსტად აღწერს ბევრ ამ ფაკულტეტ დამთავრებულის საქციელს. ამასობაში აუქციონი გრძელდებოდა და მალე აღწევდა ჯერ $50, შემდეგ $100 და ადიოდა $204-მდეც. ეს უკანასკნელი არის ბაზერმანის რეკორდი, რომელიც მან დაამყარა საკუთარი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე. სხვათა შორის, იგივე ფინკს პროფესორი უტარებდა ტრენინგებზე მსხვილი კომპანიების ტოპ მენეჯერებს. ის ყოველთვის ყიდდა $20 კუპიურებს ნომინალურ ფასზე ძვირად. მიღებული თანხები იხარჯებოდა ქველმოქმედებაში. თავდაპირველად ყველა სტუდენტს ეგონა, რომ მიიღებდა მუქთა ფულს. ისინი ხომ სულელები არ იყვნენ და არ გადაიხდიდნენ $20 კუპიურაში $20-ზე მეტს. როგორც კი ვაჭრობა ადიოდა $12-დან $16-მდე, მეორე ადამიანი ხვდებოდა, რომ მას სერიოზული დანაკარგი ემუქრებოდა და ამიტომ იწყებდა მეტის შეთავაზებას, ვიდრე სურდა. სანამ ვაჭრობა $21 მიაღწევდა, ამ ეტაპზე ორივე მონაწილე დაკარგავდა ფულს. მხოლოდ ერთი დაკარგავდა $1, მეორე კი 20. დანაკარგის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით ორივე ცდილობდა გამარჯვებას, თუმცა ორივე ამ მარათონს უფრო მეტ დანაკარგამდე მიყავდა და ეს გრძელდებოდა იქამდე, სანამ დანაკარგი თანხა ისეთ ზღვარს არ მიაღწევდა, რომლის შემდეგ ორმოს უფრო ღრმად გათხრას აღარ ჰქონდა აზრი. ამგვარად, მუქთა ოციანის მიღების სურვილი სრულდებოდა დანაკარგით. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ არსებობს უამრავი მონაცემი, განსაკუთრებით საფონდო ბირჟაზე და კაზინოში, რომელიც გვიჩვენებს ბაზერმანის ფენომენს მოქმედებაში. როცა ადამიანი ფულის წაგებას იწყებს იმის ნაცვლად, რომ შეაჩეროს წაგება, იმედი უჩნდება, რომ მოიგებს და პრაქტიკულად ყოველთვის აგებს უფრო და უფრო მეტ ფულს. და დღეისათვის სულ ეს იყო. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.